რასაც დღეს ქართული ოპოზიცია ზეიმობს და ჭაშს რასაც უკრავენ, ეს არის იმის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ნამდვილად საქართველოს ინტერესებს იცავ ჩვენი ხელისუფლება და ესე იგი ნამდვილად სწორ სულებს აკეთებენ და სწორ პოზიციაზე დგანან. ვინ არიან ეს ადამიანები დღეს, ვინც ევროპიდან ჩვენ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხო? ესენი არიან ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე 2013 წელს უკრაინელებს აგულიანებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ კი იანუკოვიჩის კანონიერ ხელისუფლებას დაამხობდნენ, ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ და აუცილებლად გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები და ნატოს წევრები. ეს ადამიანები დაეთრეოდნენ უკრაინაში იქ მაიდნის მიტინგებზე და აგულიანებდნენ ხალხს და დახმარებას პირდებოდნენ და თანადგომას. დღეს რა დღეშიც არის უკრაინა ყველა კარგად ხედავს და როგორც ეხმარებიან და როგორც გახდება ევროკავშირის წევრი, მაგიც კარგად გამოჩნდება. იგივეს ჩალიჩობენ საქართველოში და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, ყველა ეგენი არიან ამ სახალხო პარტიის, როგორ თქვა, აგენტები პირდაპირ მნიშვნელობით და ამ ჩვენი ნაცების ბატონები და პატრონები არიან ეგ სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ისტორია მეორდება კიდევ ერთხელ ვიტყვი და ჩვენ ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ დადგნენ ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ვიღაცეების, ევროპელების და ამერიკელების ინტერესებს არ შეწირეს ჩვენი ქვეყანა. სწორედ მაგას არ პატიობენ და სწორედ მაგიტო იგლიჯავენ თაუპირს, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, რომ მერე ეს ქვეყანა გამოიყენონ ისე, როგორც აწყობთ მათ. ამ ადამიანებმა, ამ ევროპის სახალხო პარტიამ მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა ევროპას და ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანენ მით უმეტეს საქართველოს. აბა შეხედეთ 20 წლის წინანდელი ან თუნდაც 10 წლის წინანდელი ევროპა და დღევანდელი ევროპა შეადარეთ და ნახავთ როგორ განსხვავდება. ამ ადამიანებმა თავიანთი რაღაცა გაუაზრებელი და გაუგონარი პოლიტიკით დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა და გაანადგურეს ევროპაში კულტურული ფასეულობები და საერთოდ როგორ თქვა, არანაირი ფასი აღარ აქვთ აი მაგ ადამიანების არც სიტყვას პირადად ჩემ თვალში და არც მაგათ პიროვნებას არანაირი ფასი არ აქვთ. ეგენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ყველაფერს უტარებდნენ და მიუხედავად სისხლიანი რეჟიმისა, მიხეილ სააკაშვილის ტახტს უკრავდნენ და დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ. და იგივე ადამიანები დღეს ეძახიან ივანიშვილის დიქტატორს და ქართულ ოცნებას თურმე აქ რაღაცა რეჟიმი აქვს და ვიღაცეებს თურმე დევნიან და ავიწროვებენ. ამ ევროპელების გამწარება და ამათმა რაღაცა ამ გიჟურმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ როცა გამოდის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და იძახიან, რომ გთხოვდნენო პირდაპირ ომში ჩართვასო, აი ვწმუნდები, რომ მართალს იძახიან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს იზავენ, სანამ ეგ ადამიანები იქნებიან ევროპაში, უმრავლესობაში, რომ საქართველოში დაამხონ ეროვნული ხელისუფლება და მოიყვანონ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტები, მაგრამ ვერ მივართვით, გავიზარდეთ ქართველები, კარგად ვისწავლეთ თეთრის და შავის გარჩევა და კარგად ვხვდებით, რისთვისაც ვჭირდებით და რისთვისაც ვემეტებით და სწორედ თუ დააკვირდებით ამ ევროსაბჭოს ასამბლეას სხდომაზეც აქტიურობდნენ ძირითადად აი ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ შიში და რომლებიც ჩალიჩობენ იმას, რომ საქართველოს შეუგდონ ხახაში რუსეთს, რომ თავიანთი რაღაცა უსაფრთხოება გაიხანგრძლივონ და თავიანთი პოზიციები გაიმყარონ.
ამ ადამიანებს შიში აქვთ იმისა, რომ უკრაინის მერე დადგება ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯერი და ყველაფერს შვებიან, რომ საქართველო აიფარონ ფარად და შეუგდონ ხახაში რუსეთს. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხელისუფლება აღმოჩნდა პრინციპული საქართველოს ინტერესების დაცვაში და არ დაუშვეს ის, რომ საქართველოს შეეწირათ ვიღაცა ევროპელების და ვიღაცა ამერიკელების ინტერესებისთვის. ძალიან მალე ევროპაშიც დამთავრდება აი ამ ვიღაცა გაუგონარი ტიპების ბოგინი და პოლიტიკაში მათი უმრავლესობა დამთავრდება მალე. ევროპელებაც ძალიან კარგად ნახეს და ძალიან კარგად მიხვდნენ, ვინ არის ეს სახალხო პარტია და რაც დამართეს ევროპას ძალიან კარგად მიხვდა ეს ხალხიც და როგორც ნაციონალური მოძრაობა უნდა მოვისროლოთ საბოლოოდ სანაგვეზე და მოუსავლეთში, ისე მოისვლიან ევროპელებიც აი ამ რაღაცა სახალხო პარტიას სანაგვეზე. ამის თქვა მინდოდა აი ამ რაღაცა ევროსაბჭოს ასამბლეის სიგიჟეზე და აი მიმიფურთხებია ეგეთი ყველანაირი კავშირისთვის და საბჭოსთვის და ასამბლეისთვის, სადაც ვინმე გონჩარენკო იქნება რამე სახით აი წარმომადგენელი ან წევრი. ეს ის გონჩარენკოა, უკრაინელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც ქართველებს გვეპატიჟებოდა, რომ გაგვესეირნა ტანკებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში და რომელიც ზელენსკის უწონებდა გადაწყვეტილებას და ტაშს უკრავდა. აი მაგ ადამიანებმა თავისი ქვეყნები დაღუპეს და ანაცვალეს ვიღაცების ინტერესებს და დღეს გვეჩალიჩებიან, რომ ჩვენც იგივე დაგვმართონ და რომ დავუღუპოთ ჩვენც ეს ქვეყანა და ვანაცვალოთ ვიღაცების ინტერესებს, მაგრამ ვერ მივართვით და ბოლოს ევროპას ბევრად უფრო ჭირდება საქართველო, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ეგენი და თუ ეს ვინმეს რამე ჩემი გადაჭარბებული წარმოდგენა გონია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, გახსენით რუქები და დახედეთ და ძალიან კარგად მიხვდებით. აქეთ როგორ თქვა, ხვეწნა, აქეთ გვეხვეწონ, რომ რამე კავშირში ვიყოთ მაგათთან. აქეთ გვეხვეწონ და აქეთ გვემუდარონ, რომ რამენაირი კავშირები დავამყაროთ მაგ ადამიანებთან. აი ამის თქვა მინდოდა და ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ევროპა რითიც ფასობდა და რითიც იყო საინტერესო და რითიც იყო ძლიერი, აი ამ ყველა ფასეულობას ამ ევროპის სახალხო პარტიამ დედა უტირა და რა ვიცი მე გაანადგურა ყველა ის ფასეულობა და ყველა ის კულტურული, როგორ თქვა, ფასეულობები, რაც ევროპას ხდიდა მომხიბლებს და მიმზიდველს. ამის თქვა მინდოდა და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ იმას, რომ აი ამ ევროპელების აი ეს პანიკა და აი ეს რაღაცა სიგიჟე კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ სწორად მოქმედებს და სწორ სვლებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.